ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საათების ათვლა დაიწყო ზუსტად 12 საათი 2025 სამოწურვამდე. კალენდრის შეცვლამდე ქალაქში ეტაპობრივად იცვლება რიტმიც, რადგან წლის ბოლო წუთები ყოველთვის განსაკუთრებულია. ახალი იმედები და ახალი მოლოდინები თბილისის ცენტრში სახელმწიფო განწყობაა სახელმწიფო სოფელში, სადაც 1 საათში სცენას შემსრულებლები დაიკავდნენ. ნინი ნაცვლიშვილი გვერდთობა პირდაპირ ეთერში. ნინი, გითხარი როგორია განწყობა და მზადება ახალი წლისთვის? განწყობა სახელმწიფო რესპუბლიკის მოედანზე აქტიური სამზადისი მიმდინარეობს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც აქ მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი. იქამდე ვიდრე პირველი კონცერტის სტარტს აიღებს, სახელმწიფო სოფელში მოსულ სტუმრებს გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი უმასპინძლებს. უკვე მოგვიანებით სივრცეს დაიკავებს ნუცას სკოლა და შემდეგ მუსიკალური ყოველთვის საყვარელი მუსიკალური ბენდი აქ მთელი დღის განმავლობაში არის სივრცეები მოწყობილი, რომელიც ყველა ასაკის ინტერესისა და გემოვნების ადამიანებზეა მოგებული. შესაბამისად, ღონისძიებების სიაც მრავალფეროვანია. აქ არის ღია კინოთეატრი განთავსებული, სადაც დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში გაიმართება სპექტაკლები და თეატრალური ჩვენებები და რა თქმა უნდა კინოსეანსი, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო განწყობის შესაქმნელად და გასამყარებლად სწორედ სახელმწიფო ფილმებია. ტერიტორიაზე განთავსებულია ასევე საციგურაო ყინულის მოედანი და ატრაქციონების პარკი მსურველებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ შემთხვევაშიც არიან ბავშვები და მათთვის სპეციალურად არის სანტას სახლი განთავსებული იმისათვის, რომ ისინი გახდნენ სანტასა და მისი ელფების სტუმრები. დღევანდელ დღეს რაც შეეხება კონკრეტულად, დღესაც სანტა პატარებს ელოდება ელფებთან ერთად. აქტიური იქნება კინოზონა, აქტიური იქნება რა თქმა უნდა საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც გვიან ღამემდე მიიღებს ვიზიტორებს. დღის პირველ ნახევარში საბავშვო აქტივობები, კონცერტები, პერფორმანსები, წარმოდგენები ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა ზღაპრის გმირები, კულინარიული მასტერკლასები და დღის მეორე ნახევარში უკვე დიდებისთვის არაჩვეულებრივი ქართველი შემსრულებლების კონცერტები, რომელიც ტრადიციულად 8 საათზე დაიწყება. შეეხება ცენტრალურ კონცერტს, თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო გაერთიანდა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში და დარწმუნებული ვარ, საოცარ საახალწლო განწყობას იგრძნობს ტელემაყურებელი. ძალიან კარგი გარემო გვაქვს მთელი დღის მანძილზე, კონცერტებია, ჯერ საბავშვო, მერე დიდების და ძალიან კარგი გასართობებია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა მოუხადოთ ჩვენ მერს და მთლიან მერიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ხელნაკეთი ნივთები გავაცნოთ ხალხს, ჩვენი ფუდები მიირთვან აქვე დამზადებულები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა და გელოდებით დღეს ძალიან მაგარ კონცერტზე. ღონისძიებების სერია პირველ საათზე დაიწყება, როდესაც სცენას ნუცას სკოლა დაიკავებს, ხოლო 8 საათზე დასრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მუსიკალური ბენდის ქვევრის კონცერტით. მადლობა, ნინი ნაცვლიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. წინა სახელმწიფო განწყობა რეგიონებშიც ბათუმში ქალაქის მთავარ მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან. მანამდე ზღვისპირა ქალაქში არაერთ გასართობ ღონისძიებას მასპინძლობენ. სპექტაკლები, გასართობი და შემეცებითი აქტივობა, ორკესტრის მსვლელობა, მოკლედ პროგრამა შთამბეჭდავია. ამ ყველაფერს უფრო დეტალურად ჩვენი კორესპონდენტი ია გოლიაძე მოყვება. დიახ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება და გიერთდებით ბათუმიდან, კონკრეტულად კი ევროპის მოედნიდან, ადგილიდან, სადაც დღეს საღამოს ბათუმელები და ბათუმის სტუმრები ერთად შეხვდებიან 2026 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში ბათუმი კულმინაციური ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადება. მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც ზუსტად 23 საათზე დაიწყება გალა კონცერტი. აქ მოსული ადამიანებისთვის იმღერებენ ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები. დღის განმავლობაში გალა კონცერტის დაწყებამდე ევროპის მოედანზე ბავშვებისთვის საბავშვო პროგრამები გაიმართება, ხოლო საღამოს 9 საათზე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა, რომელშიც ანიმატორები მიიღებენ მონაწილეობას.
მინდა სრულიად საქართველოს მიულოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, სულ ცოტა დრო რჩება ახალი წლის დადგომამდე და რა თქმა უნდა დღეს 31 დეკემბერს საღამოს ღამის 11 საათიდან უკვე ევროპის მოედანზე ვიკრიბებით გალა კონცერტისთვის. გალა კონცერტზე კი იქნებიან შემსრულებლები ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, თამარ გვერწითელი, მანანა თოდაძე, გიორგი სუხიტაშვილი, კოტე ყიფიანი, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები, რომლებიც ერთად შეასრულებენ თქვენთვის და ერთად შეხვდებიან ახალ წელს. ჩატარდება სხვადასხვა საბავშვო სპექტაკლები და გასართობი შოუ პროგრამები. ამ შოუ პროგრამების შემდეგ საღამოს 9 საათზე გვექნება ორკესტრირებული მსვლელობა ოჩოფეხებით, განათებული თოჯინებით და ძალიან ლამაზი ვიზუალი იქნება შექმნილი ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე არ ამგონი მარტო პატარებს, მოზრდილებსაც გაგვიხარდება და მოგვეწონება, ისეთი ლამაზი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. აქ მობრძანებულ სტუმრებს ასევე იცით ალბათ, რომ ჩვენ მოვაწყვეთ საახალწლო სოფელი და შესაძლებლობა ექნება დააგემოვნონ ტრადიციული კერძები, ევროპული სამზარეულო, ასევე გვეყოლება ბათუმელი მეწარმეები წარმოდგენილი, რომლებიც თავიანთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას აწარმოებენ. მე ჩვენს მაყურებელს ვეტყვი, რომ ამით ბათუმში საახალწლო კონცერტები არ სრულდება, 3, 4 და 5 იანვარს ასევე გაიმართება კონცერტები, ხოლო 7 იანვარს საშობაო დასკვნითი კონცერტი ჩატარდება. მადლობა იაგოლიაძე საუბრობდა ბათუმიდან. საახალწლო სამზადისია მსოფლიოში შობის კუნძული დედამიწაზე პირველი ადგილია, სადაც ახალ წელს იზეიმებენ. შემდეგ 2026 დადგება ახალ ზელანდიაში, დღეს მეორე ნახევრიდან კი ზეიმი დაიწყება აზიის ქვეყნებში. იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია. მალევე ახალ წელს იზეიმებს ევროპა და შესაბამისად საქართველოც. და როგორ იქნება რუსთავი 2 საახალწლო ეთერი? დღეს კურიერი 9 საათზე 2025 წლის საქართველოს და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ამბავს შეაჯამებს. რის შემდეგაც არხი მაყურებელს ახალი წლის კონცერტს შესთავაზებს. საახალწლო ეთერი წელს მრავალფეროვანია. კონცერტების მთელი სერია ახალი წლის დღეებში. 1 იანვარს ეთერი საბავშვო კონცერტს დაეთმობა. განსაკუთრებულ იუმორისტულ პროგრამას ამზადებენ პატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე. საახალწლო წვეულება იგეგმება ჰაუსშიც. პირდაპირ ეთერში გამოავლენენ საქართველოს ხმის გამარჯვებულს. ავტოგრაფი კი რუსთავი 2 ეთერში 11 იანვარს გავა. დათის შოუ, ნამდვილი ექიმები, შაბათ-კვირის დილა, ყველა გადაცემა მაყურებელს განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას პირდება, ასე რომ არ გამოტოვოთ საახალწლო ეთერი რუსთავი 2-ზე. კასკადია, ასეთი ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო. დღეს ვანგელოდებათ კურიოზებით, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები კადრს მიღმა და გაუთვალისწინებელი შემთხვევები პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს. მასალა, რომელსაც მთელი წელი ვაგროვებთ და შემდეგ წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს, 31 დეკემბერს გავაწყობთ. წელი სიუჟეტი ნახეთ კურიერში 9-ზე. კადრზე რომ ლამაზი კადრი იყო. ლამაზი კადრი როგორ იქნება? აი ესე რო იქნება, აი ეს. ეხლა ლამაზი კადრი იქნება, ეგ. საწმინდა დიდი კეჭი. შაბათს ჩვენ ვერ შევხვდებით ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც წინასწარ გილოცავთ. შობილი. წარსულის გამ შობელი არის მომავლის. თუმცა მანამდე 4 შაბათია, ჩვენ ჯერ 4 შაბათს შევხვდებით ერთმანეთს და შემდეგ 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგი. ნეიტრალურ საქართველო? ხო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნეიტრალურმა სასამართლომ იმართა. დღეს 4 შაბათია თუ 4 შაბათი ყოველთვის მავიწყდება, შევხვდებით. მე რა ვთქვი? შევხვდებით. დღეს არის 4 შაბათი, ესე იგი მომავალ 2 შაბათს. და დღის სხვა თემები სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. ნარკოტიკის ღირებულება შალბაზარზე 50 მილიონს შეადგენს. დაკავებულია ირანის მოქალაქე. ბრიფინგში შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ თათარაშვილი ესწრებოდა, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. თამარ, რა გზით მოხვდა ჰეროინი საქართველოს ტერიტორიაზე და რამდენი წელი ემუქრება დაკავებულს?
იმ შემთხვევაში თუ კი ბრალდება იქნება გამოძიების ფარგლებში დადასტურებული ირანის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ეკუთვნება. რაც შეეხება ინფორმაციას იმ ნარკოდანაშაულის შესახებ, რომელიც არის უკვე აღკვეთილი და რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია და დამატებითი დეტალები ჩვენთვის ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ამის შესახებ და ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოქონდა სახმელეთო გზით 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ეს ხდებოდა წითელი ხიდის გავლით და ამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ნარკოდანაშაულში მხილებული პირი უკვე შემდგომ საქართველოში სხვადასხვა ადგილებსა და ლოკაციებზე გეგმავდა. იმისთვის, რომ ამ პირს მოეხდინა ამ სქემის სისრულეში მოყვანა საკუთარი მიზნის განხორციელება, შემუშავებული ჰქონდა კონკრეტული გეგმაც თუ როგორ უნდა შემოეტანა წითელი ხიდის გავლით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. სატვირთო ავტომობილში, სპეციალურ მისაბმელში მას ჰქონდა სპეციალური სამალავი, სადაც ინახავდა მარმარილოს ფილებს. სწორედ ამ მარმარილოს ფილებში იყო მოთავსებული 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის საბაზრო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 50 მილიონ ლარში ადგენს. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო გამშვები პუნქტის წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელი სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს. 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გადატანას მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ეს უმსხვილესი ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გამოავლინეს, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცხადებული პოზიცია არის ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის არის ნარკოდანაშაული. ამ შესახებ ისაუბრა ასევე მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე, გაიხსენა კონკრეტული სტატისტიკაც და ის ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები, რომელიც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარდა არა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე განსაკუთრებით ბოლო 7 თვის მიმდინარეობის დროს. სტატისტიკა არის შემდეგნაირი: ნარკოდანაშაულში არის მხილებული პირები, რომლებიც სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ ამ ნარკოტიკული საშუალებების ქვეყანაში შემოტანას, მის შემდგომ რეალიზაციას და ეს დანაშაულები იქნა აღკვეთილი ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. 5000-მდე პირი არის პასუხისმგებაში მიცემული სისხლის სამართლის წესით, ხოლო 2000-ზე მეტი პირი არის ასევე მხილებული ნარკორეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. დიდ ყურადღებას უთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენას და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი. ნარკოდანაშაულში მხილებული ირანის მოქალაქე ახლა არის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მას ბრალდება აქვს წარდგენილი და არის უკვე სასამართლო პროცესის მოლოდინში. იმ შემთხვევაში თუ კი გამოძიების ფარგლებში ბრალდება იქნება დადასტურებული, როგორც აღვნიშნეთ, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა საქმის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავა, მათ შორის 13 სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ზებნილია. ისინი ბათუმში აიყვანეს, ნაწილი მკვლელობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ნაწილს თურქის სამართალდამცველები ეძებდნენ, რომელთაც დაკავებულები უკვე გადასცეს.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე უხელმძღვანელებს. განკარგულებას მთავრობის ხდომაზე დაამტკიცეს. კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან. ამ თემაზე მირიან გურგუძე მუშაობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ მირიან. დიახ, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მაქსიმალურად უპასუხებს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, ყველა იმ გამოწვევას, რომელზეც თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ვიდეო მიმართვაში. საუბარი არის პროდუქციის ფასებს შორის არსებულ სხვაობაზე საქართველოსა და ევროპაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ასევე მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დაახლამდე საშუალოდ 86%-ს უტოლდება და ამავე დროს საქართველოში საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა არის 7-8% და ხშირ შემთხვევაში 14%-იც, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ის ტოლია. ამიტომ მთავრობა გეგმავს, რომ აქტიურად იმუშაოს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რათა გარკვეულწილად მოხდეს ფასების დარეგულირება, რაც საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებასაც. შესაბამისად, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც მთავრობის განკარგულებით უკვე შეიქმნა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ხელს შეუწყობს ამ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას და უკეთეს კოორდინაციას. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის უკან ძალიან სლათ ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნულს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად ეს აისახება მომხმარებელზე. აი ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. წარმოდგენილები იქნებიან შესაბამისი დარგის სამინისტროები, მინისტრებით, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო. ირაკლი ყობახიძემ საკუთარ ვიდეო მიმართვაში ასევე მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები და ასევე მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. პრინციპში უკვე ცნობილია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო საპარლამენტო კომისია შეიქმნება. მადლობა, ეს იყო მირიან გორგოძე. შიდა სტაბილურობის შენარჩუნება და გამოწვევებით სავსე წელი 2025 მთავრობის ხდომაზე შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა მთავარ გამოწვევებზე, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. პრემიერმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც 10 თვის მონაცემებით 7.6%-ია. პრემიერმა ისაუბრა კორუფციის, ორგანიზებული და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზეც. შეიძლება თავმად ითქვას, რომ მიმდინარე წელს თვისებრივად გაუმჯობესდა მთავრობის მუშაობის ხარისხი, მათ შორის სწორედ საკადრო ცვლილებების შედეგად. ჩვენ არაერთი ცვლილება განვახორციელებთ იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი. მინდა შეგახსენოთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ მთავრობის ყველა აქტი არის, უკრებრივ ყველა აქტი არის გამჭვირვალე. რაც ქმნის ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ჩვენ თავად ვიზრუნოთ მუდმივად ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ აღკვეთეთ არასწორი პრაქტიკა. მათ შორის ეს ეხება ქონების პირდაპირ წესით პრივატიზაციის პრაქტიკას, რაც პრაქტიკულად მთლიანად არის დასრულებული და ეს ბუნებრივია ისახება ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოახერხეთ პრივატიზაციის გეგმის დიდი გადაჭრობებით შესრულება, არის სწორედ ეს, რომ პრაქტიკულად ყველა ქონებრივი ობიექტი გამოდიოდა აუქციონზე და ეს აძლევდა სახელმწიფოს მაქსიმალური მოგების იღების შესაძლებლობას პრივატიზაციის თითოეული აქტიდან, რაც არის ქონებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე რაც შეეხება
ტენდერებს, შესყიდვებს, აქაც პრაქტიკა გახდა თავიდან ბოლომდე გამჭირვალე, მათ შორის შეიქმნა შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა, რა თქმა უნდა, ესეც უზრუნველყოფს კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის მუდმივ გაუმჯობესებას. ცალკე მინდა გამოვყო მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული, თქვენ იცით, რომ ეს დეპარტამენტი შეიქმნა ცოტა ხნის წინ. თუმცა მიუხედავად საქმიანობის მცირე დროისა, დეპარტამენტს აქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, მიღწევები. კერძოდ, თლიანობაში დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ დაზოგა 292 მილიონი ლარი. ეს დაიზოგა მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, ასევე ჩვენ შევამცირეთ თვისებრივად სპეცწესით განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, რამაც მოგვცა ასევე სერიოზული ეკონომია, ასევე უარი თქვა მთელ რიგ დაუსაბუთებელ შესყიდვებზე, რამაც მოგვცა ასევე დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომია ცალკე აღებული. მთლიანობაში დეპარტამენტის საქმიანობა იყო მიმდინარე წელს ძალიან წარმატებული და რა თქმა უნდა, ასეთივე წარმატებით გაგრძელდება ამ დეპარტამენტის საქმიანობაც მომავალში. განსაკუთრებულად გამოვყოფდი სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებს. თქვენ იცით, რომ საკადრო კუთხითაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიცვალა ხელმძღვანელობა, ყავს ახალი ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო საფრთხების სამსახურში, პროკურატურაში, სხვა სამართალდამცავ უწყებებში და მან ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებაზე. მთავრობის წლის ბოლოს ხდომაზე პრემიერმა წარმატებისთვის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა და აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის შემოსავლების 100%-ზე მეტით ზრდასა და საგარეო ვალის შემცირებაზე. აღნიშნა სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებული არაერთი ცვლილება. წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. მიმდინარე წლის განსაკუთრებულ მიღწევად დავასახელებდი ისტორიული მოცულობის ინვესტიციის შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში 6.5 მილიარდი დოლარი უმსხვილესი დეველოპერული პროექტი, რომელიც განვითარდება დედაქალაქში, ისევე როგორც გონიოში, რომელიც შექმნის დამატებით 24,000 ახალ სამუშაო ადგილს, ისევე როგორც წელიწადში 700 მილიონზე მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავალი და რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად აისახება თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე. მეორე მხრივ ჩვენ ისტორიული პროექტი დავასრულეთ მიმდინარე წლის ბოლოს, რომელიც გახლავთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ისტორიული პროექტი 1 მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რეკორდული მონაცემები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორშიც. 3 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარი უკვე მიღებულია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში უშუალო სტუმართმასპინძლობიდან. ასევე რეკორდული იყო მგზავრთნაკადის რაოდენობა ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ არაერთ ისტორიულ პროექტს განვახორციელებთ მომავალ წელს, მათ შორის დავასრულებთ ისტორიულ და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს. მომდევნო წელს აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავიყვანთ ანაკლის ღრმაწყლოვან პორტს. აღინიშნოს საუკუნის პროექტის დასასრული რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის 52 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ის დიდწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სატრანსპორტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთანავე გასული წლის განმავლობაში გაიხსნა 13 კილომეტრიანი სურამის შემოვლითი გზა, 8 კილომეტრიანი გურიის მონაკვეთი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყება. დღეს უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე ნომერ 2 ლოტზე, რომელიც გულისხმობს წიწამურიდან ავჭალაში მიმავალ მონაკვეთს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ინსტიტუციური ცვლილებები, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა, ის მიდგომები, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა საქსტატმა 2025 წლის ნოემბერში. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2% შეადგინა. უწყების ცნობით 2025 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.5%. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი, საფინანსო და სადაზვერვო საქმიანობა და ასევე სამთო მოპოვებითი მრეწველობა. საქონლის ექსპორტი, როგორც მოგეხსენებათ, გაზრდილია 44.2%-ით 11 თვის ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 10%-იანი ზრდის მაჩვენებელი. Წაობა ბიზნესისთვის მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პირველ 4-ეულშია. საქართველოს უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, შეერთებული შტატები. კვლევის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. ის განსაზღვროს კომპანიის ეტაპებს, ბიზნესის დაწყებას, მის გაფართოებას და დახურვას. აღნიშნული რეიტინგის ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა და საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს აღნიშნული ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რაღაცაც საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ევროკავშირის სანქციები როჯერ კეპელის საქმე და სიტყვის თავისუფლების ნაღმების ველი. შვეიცარიული ყოველკვირეული გაზეთის მთავარი რედაქტორი როჯერ კეპელის შესაძლოა მალე ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს. ბრიუსელის მხრიდან ეს გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა იქნება. ამის შესახებ გერმანული მედია ბერლინერ ცაიტუნგი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად იქმნება და მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა ხდება. მანამდე როჯერ კეპელის სტატია გამოქვეყნდა ველტზე, რომელშიც ის ბრიუსელის მიერ ევროპული ღირებულებების ღალატზე და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე საუბრობს. ავტორმა აღნიშნა, რომ ის სულ უფრო მეტად ხედავს ევროკავშირს როგორც საფრთხეს ევროპისთვის, ბევრად უფრო დიდს ვიდრე ჩინეთს ან რუსეთს. ის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ევროკავშირი მას შემდეგ დამახინჯდა, რაც სანქციების ბოლოსია გამოაქვეყნა, რომელშიც შვეიცარიელი მოქალაქეც მოხვდა. მისივე თქმით, მხოლოდ დიქტატორები და ავტოკრატიული მმართველების სჯიან განსხვავებულ აზრს. როჯერ კეპელი ცნობილია იმით, რომ ის მედია პლატფორმას თავაზობს მათ, რომელთა ხმაც სხვაგან იშვიათად ისმის. მათ შორის არიან წამყვანი ევროპელი მემარჯვენე კონსერვატორები, სად მთავრდება პროპაგანდისგან დაცვა და სად იწყება განსხვავებული მოსაზრებების ცენზურა. როჯერ კეპელის საქმე შეიძლება ამ კითხვაზე ლაკმუსის ქაღალდად იქცეს, წერია სტატიაში. ახალწლამდე რამდენიმე საათით ადრე მასშტაბური შეტევა იყო ოდესაზე. რუსულმა ძალებმა ქალაქს დრონებით დაარტყეს. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმა იყო ქალაქის 2 რაიონში მდებარე მაღალსართულიან კორპუსებზე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები. უკრაინამ ღამით იერიში მიიტანა რუსეთზე. კრასნოდარის ოლქში შეტევა დრონებით განხორციელდა. დაზიანებულია პორტის ერთ-ერთი მისადგომი და როსნეფტის ქარხანა. პერუში მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალ რკინიგზაზე 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა მემანქანე. 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ტურისტია. 20-მდე მგზავრის მდგომარეობა მძიმეა, დაწყებულია გამოძიება. ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში მონტე მოროს მთაზე საბაგიროს 2 კაბინა სადგურს შეეჯახა. დაზიანება მიიღო 6 ადამიანმა, მათ შორის ოპერატორმა. 2800 მეტრის სიმაღლეზე კაბინებში ჩაიკეტა 100-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები და უცხოელი ტურისტები. მათი ევაკუაცია მაშველებმა მხოლოდ ვერტმფრენების დახმარებით შეძლეს. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ ჟურნალი International Business Times-ი Starring Georgia-ს შესახებ წერს. გავლენიანმა ბრიტანელმა ბიზნეს გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც განხილულია, როგორ შეცვალა ქართულმა კომპანიამ ქვეყნის თანამედროვე კულტურული და გასართობი ლანდშაფტი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Black Sea Arena-ს როლს და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო მუსიკალურ რუკაზე. ხის სხვა სიახლეებს გაიცემთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2 წერტილი G კურიერი კი გემშვიდობებად სამართ.